საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ღვთისმშობლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება გამართეს ისრაელის საელჩომ და საქართველოს პარლამენტმა. შეხვედრაზე მყოფებმა გაიხსენეს ჰოლოკოსტი, როგორც კაცობრიობის გაკვეთილი. ცერემონიაზე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და პატივისცემის ნიშნად სანთლები აანთეს. საქართველოში ისრაელის ელჩმა ხაზი გაუსვა ანტისემიტიზმის შემაშფოთებელ ზრდას მსოფლიოში და აღნიშნა, რომ ამ პროცესში უდიდესი და კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება განათლებას. ამასთან ერთად ჰადას მეიცადმა დღეს მიმდინარე პროცესებზეც ილაპარაკა. ცერემონიაზე ასევე აღინიშნა საქართველოში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პირველი სახელოვნებო კონკურსის დაწყების შესახებ, რომელიც ისრაელის საელჩომ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩაატარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატები, ებრაული თემის წარმომადგენლები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. გვჯერა, რომ ჰოლოკოსტის ხსოვნა კაცობრიობის ფუნდამენტური ვალდებულებაა. წელს ჩვენ ხედავთ ანტისემიტიზმის ზრდას გლობალურად, რამაც საგანგაშო სიმაღლეს მიაღწია. გვჯერა, უკიდურესად მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა განათლების კუთხით. წელს ჩვენ დავიწყეთ ხელოვნების კონკურსი ჰოლოკოსტის ხსოვნასთან დაკავშირებით საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ მივიღეთ 250 ხელოვნების ნამუშევარი ქალაქებიდან თუ სოფლებიდან. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ახლა ვლაპარაკობთ ჰამას და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედებულია. დამშვიდდით, როცა ვხედავთ 7 ქალი მძევლის სახლში დაბრუნებას. ველოდებით დანარჩენ მძევლებსაც. კიდევ 26 მათგანი უნდა გათავისუფლდეს ამ შეთანხმების მიხედვით. კიდევ 65 მძევალია ჰამასის ხელში და ველოდებით ყველა მათგანის სახლში დაბრუნებას. ჰოლოკოსტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის. საჭიროა გაკვეთილების სწავლა მისგან, რომ აღარასდროს აღმოჩნდეთ მსგავს სიტუაციაში. რამდენიმე წელია, რაც საქართველოს პარლამენტი ისრაელის სახელმწიფო საელჩოსთან ერთად ჩვენ ყოველთვის დღევანდელ დღეს ვატარებთ აი ამ ცერემონიას, რომელიც ეძღვნება ჰოლოკოსტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას და რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რა სისასტიკე შეიძლება ჰქონდეს ადამიანების უკონტროლო და ესეთ მძიმე ქმედებებს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჰოლოკოსტის მსხვერპლები, ყოველთვის პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება შოას, იგივე ჰოლოკოსტს. ეს იყო უდიდესი ტრაგედია კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც და ებრაელი ერის ისტორიაში უწინარეს ყოვლისა, როდესაც ადგილი ჰქონდა მცდელობას რეალური გენოციდისა გერმანელი ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებში.